დღეს ჩვენ საუბრობთ სიამოვნებაზე, უსიამოვნო შედეგებით. წუთიერი ნეტარება ხანგრძლივი გართულებებით სიგარეტის ერთი კოლოფის მავნებლობა უტოლდება 500-მდე რენტგენის დასხივებას წელიწადში. ჩვევა, რომელიც მავნებელია ტვინისთვის, სახიფათო ფილტვებისთვის და არასასიამოვნო საზოგადოებისთვის. ეს ვიცი რომელიც მურაბების და წვენების დაგემოვნებას შორეულ ამერიკაში აპირებს. სამაგიეროდ ერთი ღერი სიგარეტიც კი არ ამძიმებს მის ბარგს და ჯანმრთელობას. მავნე ჩვევებისთვის დრო აღარ რჩება. მით უფრო როცა წინ ასეთი მნიშვნელოვანი კასტინგები ელოდება. 18-ში მაქვს კასტინგი, ხვალ უკვე რეპეტიცია მაქვს ბროდვეიზე. კაბარეს კასტინგია და ძალიან დიდი აქცია კონცერტია ესეთი საქველმოქმედო, რომელიც გადაერიცხება თანხა გადაერიცხება უპატრონო ბავშვებს. ყველა ქვეყანაში და მით უმეტეს ამერიკაში ითვლება ძალიან ცუდ ტონად, როცა ადამიანი სიგარეტს ეწევა. მაქსიმალურად არის პირობა იმისი შექმნილი, რომ არ მოწიონ. ამბობენ, რომ მწეველებს ბევრად უფრო ნაკლებ ხელფასს უხდიან, იმიტომ რომ 5 წუთს კარგავენ ისინი ერთი ღერის მოწევის დროს სამუშაო დროის დაკარგვის. მეგობრებთან განშორება ზუსტად ისე უჭირს, როგორც სიგარეტთან დამშვიდობება. ამ უკანასკნელს ნაკლებ პატივს სცემს, თუმცა მაინც არ ღალატობს. მე მგონია, რომ ყველაზე მაგარ რაღაცას ვიზავ თუ სიგარეტს თავს დავანებ. ეს იქნება ყველაზე მაგარი ფაქტი, რითიც საკუთარ თავს დავუმტკიცებ, რომ ეს შევძელი, ეს შემიძლია რომ გავაკეთო და ჯანმრთელი ცხოვრების ეს არის აუცილებელი. რა კარგი იყო რომ არ ვეწევოთ. ხუშილობ რომ აი არასდროს არ გასინჯო. პოზიტიური მუსიკა და ნეგატიური სიგარეტი მისი ყოველდღიური თანამგზავრები არიან. როცა კვამში ეხვევა, წუთიერ ნეტარებას განიცდის, თუმცა მერე უსიამოვნო შედეგებზე ფიქრი ნაკლებ სიამოვნებას ანიჭებს. არის ცუდი ის რომ ძალიან ხშირად მაქვს ხველა დილას ვიღვიძებ ძალიან ცუდ ხასიათზე, ტანსაცმელს სუსუნი აზდის. კვარტლის არ მომწონს, როდესაც ჩემი პატარა ძმისშვილი ხედავს, როდესაც დილას ვეწევი და აი ძალიან ბევრი დისკომფორტია. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ დადგება ჩვენ ქვეყანაში ისეთი მომენტი, როგორც არის ევროპაში, რომ შეზღუდვები იქნება და თავისთავად ეს ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება იმაში, რომ ეს მავნე ჩვევა მოვიშოროთ ასე მეც მათთან ერთად მართა. ეწევით თუ არა სიგარეტს და რამდენი ხანია? სიგარეტს ვეწევი ახლა, მაგრამ დიდი ხანი არ არის, 15 წელია. არავითარი სურვილი არა მაქვს სიგარეტის მოწევის. არაპირებ თავის დამნებებას. ვაპირებ რა. სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ ვანებებ. ადრე ვეწევდი, მაგრამ ახლა არა. არა. სიგარეტის დიდი წინააღმდეგი ვარ. სიგარეტის მოწევა როგორ შეიძლება? ძალიან ღირსეულ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც მე მგონი ქალისთვის შვილო, მაინც არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში ის მომავალი დედა და უნდა იცოდეს და გაუქმდეს თავის შვილებს. უკვე მეხუთე თვეა ნინი დედალამაზიშვილი დამოკიდებულია საკუთარ ბავშვზე და არა მავნე კვამლზე. ყავას და სიგარეტს დღეს მწვანე ჩაის ამჯობინებს. მე რომ მივხვდი, რომ ეს არის ჩვევა, ანუ ჩვევა არის, რომ აიღო და რაღაცა გეჭიროს ხელში, ან ეს რაღაცა რიტუალებით ხო არის ესე ვთქვათ რა. იგივე რაღაც უნდა გაიმეორო, ოღონდ არ არის აუცილებელი რომ სიგარეტი გეჭიროს რა. ანუ რაღაცა სხვა რა ჯოხი ან რაღაცა და ზუსტად იგივე მოძრაობა უნდა გააკეთო და ეს რაღაც დონეზე იმ სურვილს გიკმაყოფილებს აუცილებლად რა. ძალიან ბევრი ალტერნატივა არსებობს ამისთან. დღევანდელ დღეს უკვე გადაგდება ამ მავნე ჩვევის აღარ არის პრობლემა. ჩვენ ესე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ძალიან პოლემიკა გამოიწვია სიუჟეტმა გამოიწვია რა უნდა დავიჭიროთ მაგათად კალამი და ალბათ ამაზე უფრო სპეციალისტებთან ერთად უფრო ბევრს ვისაუბრებთ. მივესალმები ნუკა მაღლაკელიძეს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფრო სპეციალისტ, ნარკოლოგს ხათუნა თოდაძეს და მსახიობს არამწერლს პირდაპირ. არამწერლს ჩემ შემთხვევაში. არამწერლს გაგვიმართოთ ჩვენ და ალბათ პირველ რიგში თავად ნანკა კალატოზიშვილს, რომელმაც უკვე მესამე თვეა ამ ხარია არის ხო? მაგრამ მაინც ისეთი განწყობა გაქვს, რომ დარწმუნებული ვარ არასდროს აღარ დაიწყოს. იმედი არ დავიწყო. ისე მიხარია რომ დავანებოთ, ჯერ არ მჯერა. და მერთან ისე მიხარია რომ მე კიდე თუ დავიწყე მოწევა, არასდროს აღარ დამპატიჟოთ აქ. ამ საჭეთ. თუმცა გაგაწყვეტინა, მე ვიცი რომ შენ ძალიან საპატიო მიზეზი გაქვს და ჩვენ ამ მიზეზზე
მიზეზი არის, ნანკა არის მომავალი დედა. თუმცა მანამდე გადაწყვიტა, უარი თქვას ამ ამne ჩვევაზე. უბრალოდ ხმას კარგავდი. ხო, მართლა, ხა ისედაც არ მაქვს ნაზიდ ჰაეროვანი არ ვარ, მაგრამ ხმას არ აღარ იყო. აი, ამ შეგაწუხა ყველაზე. და ბაიარსკის ვემსგავსებოდი და გადავწყვიტე გადაწყვეტე დანებობა და არა ვთქვათ გიტარის დაჭერა და ახალი იმიჯის მორგება. არა, უბრალოდ ძალიან აი სუახველებდი. იმდანაც ვახველებდი, რომ ყველა შეშფოთებული იყო, რა ჭერს, მე ნიკოტინს აღარ უკავშირებდნენ, უკვე უფრო რთულ პრობლემებზე წავიდნენ და სანამ ესე იგი გამაქანეს. ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა, რომ ადამიანი თავისით მიხვდეს სერიოზული წევრი. დიდი ხანი. მე ამას ხდებოდი ძალიან დიდი ხანი. 25 წელი, ანუ რამდენი 23 და 8 წელი. ანუ საკმაოდ დიდი სტაჟიანი ყოფილიყო. ქალბატონო ხათმა თქვენ გითხავთ, ანუ ეს ნანკა შემთხვევაში ნანკა ძალიან საღად მიუდგა ამ ყველაფერს და თავისთავისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება სხვა მწვერვალებს ძალიან უჭირთ. ხო, ახლა ნანკას არის წინა შემგან, მაგრამ არსებობს ესეთი მფრინავი ფრაზა, რომელიც თავის დროზე მარკ ტვენმა თქვა, რომ სიგარეტის თავის დანებებაზე ადვილი რა არის, ერთი 100 ჯერ მაინც მექნება თავი დანებებული. მეც ასე ვიტახდი, აბსოლუტურად გეთანხმები. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ერთხელ ვერ დაანება, რა. სამწუხაროდ ეს არის ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აი იმ ნივთიერების მიმართ, რომელიც შედის სიგარეტში, თამბაქოში უბრალოდ ნიკოტინის მიმართ და ეს ნიკოტინიზმი, ანუ ნიკოტინზე დამოკიდებულება აიძულებს ხოლმე ადამიანებს, რომ რამდენი დიდი ეს დამოკიდებულება, რომ შევარდა, რომ თქვათ ნარკოტიკულ ნივთიერებას, თქვათ ალკოჰოლი. იცით რა არის? თავისთავად უფრო რბილი ნივთიერებაა, როგორც ფსიქოტროპული და უფრო მეტი შანსი აქვს ადამიანს, რომ დაანებოს, ვიდრე თქვათ ჰეროინს, კოკაინს და ასე შემდეგ. მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, არა? აი ჩვენ ნარკოლოგებს გვაქვს ერთიანი სია, ასე ვთქვათ, და ერთნაირად მკურნალობთ მეტნაკლებად სხვადასხვა ნარკოტიკის და ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებლებს და ამ სიაში შედის ნიკოტინიც. ყველაზე მეტ ზიანს საზოგადოებრივ ჯანდაცვას აყენებს არა ჰეროინი, არა კოკაინი, არა ვთქვათ იქ მეტამფეტამინი, არამედ ამდილად სიგარეტში ნიკოტინია ყველაზე მავნე თუ კუპრი თუ რაღაცებს ხო შეიძლება 400-მდე მავნე. მე ვიცი რომ ფილტვებში სწორედ ეს კუპრი ჯდება ყოველ საშინლად. ხო, საერთოდ თამბაქოში შედის ძალიან ბევრი სხვადასხვა ნივთიერება, სადღაც 4000-მდე სხვადასხვანაირი ნივთიერება, აქედან დაახლოებით 400 არის ტოქსიური და აქედან დაახლოებით 45 არის კონკრეტულად კარცინოგენული, ანუ კიბოს გამომწვევი ანუ გასაგებია რომ ეს ნიკოტინის პრობლემა ხო, მაგრამ როდესაც იძახიან რომ ანუ ჩვევას ვეჩვევი მე, ანუ უბრალოდ მიჭირავს ხელში სხვა ან კალამი, ან თუნდაც საუნთებელი სიგარეტი. ანუ ეს შეიძლება შველოდეს, ანუ როგორ მოუკლავს მაშინ ამას ნიკოტინის მოთხოვნილებას, ეს უბრალოდ ჩვევის. სხვადასხვა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ერთად არის ჩვევითი დამოკიდებულება და თვითონ ნივთიერებაზე დამოკიდებულება. აი ეს ჩვევა სიგარეტის მოწევის, ხო, თქვათ, სიგარის და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ადამიანს ეხმარება ხოლმე რაღაცა თავისი პრობლემების დაძლევაში, მაგალითად, როდესაც არ იცი როგორ მოიქცე რაღაც სიტუაციაში, არა? ამ დროს იღებს სიგარეტს, ხშირად ავტომატურად, ისე რომ ვერც ამში. ხო, ასე შემდეგ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხათუნა, ანუ მავნებლობა თვითონ ადამიანისთვის, მაგრამ ნამდვილად მე მზად ვარ და თანახმოვარ იმისთვის, რომ მაგალითად გიორგიმ, რომელიც არის ერთადერთი მწვერვალი ჩვენ შორის, ამ შემთხვევაში გიორგი საჭიროს კალამი, მაგრამ როცა მოდის კვამლი და მე ამ კვამლით რეალურად წუხდები, ეს ჩემი პრობლემაც არის. ნუკა, შენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით, რა კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა შეძლოს მოწევა და რამდენად ირღვევა ამ შემთხვევაში უკვე მწეველების უფლებები არსებობს კანონი ამის შესახებ. რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობაში ეს გათვალისწინებულია, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალულია, თუმცა ამ ეტაპზე არ არის რაღაც ისეთი მყარი ბერკეტები, რომ ხორციელდებოდეს ისე, როგორც წესით და რიგით უნდა იყოს.
ჩვენი ეროვნული ცენტრი ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ახლა, რაც მოიცავს იმას, რომ ჯანდაცვის და საშუალო სკოლებში გვინდა რომ იყოს ამ პროექტის ფარგლებში თამბაქოსგან 100% თავისუფალი გარემო. ეს პროექტი ხორციელდება განათლების სამინისტროსთან ერთად, კანონმდებლებთან ერთად, პარლამენტარებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ პროექტის ბოლოს უკვე ეს დაწესებულებები იქნება თამბაქოსგან თავისუფალი. ეს კონკრეტული ნადევსში, ანუ როგორ მოხდათ იგივე სკოლებში ეს. ეს პროექტი არის ბლუმბერგის ფილანთროპიის გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც ამჯერად 2 წლიანია და პროექტის ბოლოს უკვე ჩვენი მიზანი, როგორც ვთქვით, არის 100% ამ დაწესებულებების განთავისუფლება, რაც მოიცავს სხვადასხვა კონკრეტულ ღონისძიებებს. ეს არის იგივე კანონმდებლობის დახვეწა, იგივე რაღაც საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება, ტრენინგების ჩატარება სპეციალისტებისთვის და ასე შემდეგ. შენთვის რა არის მთავარი დისკომფორტი მას შემდეგ, რაც ახლა არამწეველი და თან ხარ მომავალი დედა, როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე. ანუ ეხლა გექნება დისკომფორტი მაშინ, როცა სხვა საშინელი დისკომფორტი. უფრო მგზნობი არ გახლავთ, რომ ვეწევდი, მაწუხებდა ყოველთვის სიგარეტის შენ, მაგრამ ესე არა. ძალიან მაწუხებს. მე ხგენები ერთხელ მოვედი აქ და ესე იგი საფერფლის თემას განვიხილავდით. როგორ არ ცვლიან ამ საფერფლს, ახლა ძალიან მაწუხებს გამწოვები დაწესებულებებში, რომელიც არ მუშაობს. მე შევდივარ დასასვენებლად სადღაც, არ ვეწევი და ამ დროს გამოდიარ ოფიციალურად თამბაქოს სუნიდან. ნუ აი რაღაცა კარგი სურნელით რო გადიხარ სახლიდან და მოდიხარ უკაცრავად და აკოთებული, მე ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. აღნიშნე რომ ბევრ სირთულესთან იყო ასევე საშინელი. აეროპორტში მივხვდი და ბედნიერი ვიყავი რომ არ ვეწევდი, იმიტომ რომ იქ ისეთ პირობებში შეეწევი, შეურაცხყოფილი რჩები, ხო? კი, არა, მაგალითად აკვარიუმით რაღაც გამოკეტავე. ბედნიერება. რეალურად ეხლა იგივე დაწესებულებებში, აი უკაცრავად, აი პაბებში და სადაც რო აიგზავნოს, იქ ძალიან ბევრი აღარ იმის. მე პირადად არა, უნდა იყოს გამოყოფილი, აკრძალვა ხარ, თქვენი უფლებები ჩვენ დაიცვან, ესეც არა. მაგრამ არის მე რამდენადაც სპეციალური მიდგომა ესეთი, რომ დიდ ორგანიზაციებში უნდა შევქნა მაქსიმალურად ცუდი პირობები იმისთვის, რომ არ ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და იგივე მომუშავეთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მათ შექმნა დიდი ორგანიზაცია, როგორც დაუშვათ რუსთავიორია, ჩვენთან მოწევა დაშვებულია მხოლოდ გარკვეულ ადგილებში. ძალიან მაინტერესებს. არსებობს ცხელი ხაზით, სადაც შეუძლიათ მწვერვალებს 5 საათამდე გარეკონ, რაღაც კონსულტაციები მიიღონ. ანუ ხალხო, თქვენც მინდა გითხოთ, რამდენად არიან ესეთი ადამიანები, რომ აი მოდიან ამ პრობლემას ექიმის დახმარებით, პროფესიონალის დახმარებით ებრძვიან? საქართველოში ძალიან ცოტა ასეთი ადამიანი სამწუხაროდ, ვინაიდან ჩვენთან პრაქტიკულად გაცნობიერებული საზოგადოებას მაინც არ აქვს, რომ ეს არის ძალიან მავნე და ერთი ორი სიტყვით ჩამოვთვლი რა დაავადებებს იწვევს პირველ რიგში ნიკოტინის და კონკრეტულად თამბაქოს მოხმარება, იმიტომ რომ ნიკოტინის გარდა უამრავი სხვა ტოქსიური ნივთიერება შედის, ხო? ეს არის გულის ინფარქტი, ეს არის თავის ტვინის ინსულტი, კუჭის წყლული და სხვა ისეთი კადრები გადის ჩვენსეთში რომ და რას თავარია ფუტის კიბო, რომლის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ეტიოლოგიური ფაქტორი არის. აი, რას თავაზობენ ამ დროს სპეციალისტები, ანუ მარტივი გზები, როგორ ფსიქოლოგიურად უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე აღარ მოვწიოთ ეს გავაცნობიეროთ ბოლომდე რომ ეს ცუდია ჩვენი ჯანმრთელობის. რა ეხმარება ყველაზე მეტად ადამიანს? იცით რა, არსებობს გარკვეული მედიკამენტოზური დახმარებაც, მაგრამ ეს არის ძალიან მეორადი. მთავარია ადამიანის განწყობა. თუ ადამიანს შეექმნა მოტივაცია ძლიერი, ანუ სურვილი, რომ მან უნდა დაანებოს. როგორც ნანგრევს შემთხვევაში. სხვა მეთოდი, ერთმა მითხრა რომ არ შეიძლება პირდაპირ დაანებო და უნდა შეზღუდო რაოდენობა. მაგრამ მე არ გამომდის ეს შეზღუდო რაოდენობა. ძალიან დამოკიდებულია ხოლმე ინდივიდზე. ანუ მივხვდით რომ აყენებს სერიოზულ ზიანს და ასევე დარტყმას, ფილტვებს და ასევე ჯიბეს. არა, მე არ ვეწევდი და არავის არ მჯეროდა რომ აქ ეწევია და ჩემეუბრმა გადი და სანამ არ ავიკიდე მწებელების დაავადება და იქ არაფრით არ ჯეროდა რომ არ ვეწევი სიგარეტს. კატარი დამემართა
აშური წევისგან. ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ გარდა ამ ამნებლობისა, არსებობს სერიოზული დარტყმა თქვენ ჯიბეზე, იქნებ ამან მაინც დაგაფიქრდოთ და მიხვდეთ, რომ მაგალითად ქალბატონის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ დაზოგილი ფულით თუ გამოფრით, რომ დაახლოებით 2 ლარს წარმოადგენს საშუალო ქალბატონები უფრო კარგი ხარისხის სიგარეტი წერენ როგორც ეს. უფრო ხარისხიანია, შეუძლიათ უფრო ხარისხიანი ჩანთის შეძენა ყოველთვიურად. ჩაიტაროს მასაჟის პროცედურა, მეც ნუსხა მაქვს, ეს ასევე უყიდოთ შეგიძლიათ ამ დაზოგილით ხით თაიგული თქვენ რჩეულს, ოღონდ არა თამბაქოს გაკეთებულებით ვარდებისგან, ან თუნდაც მოიწყოთ რომანტიკული საღამო, ოღონდ ამ ღვინის თემა ისეთია, რომ ძალიან დიდხანს შეიძლება ამას საუბარ სამწუხაროდ ჩვენ დრო არ ვრჩება. იმედია ეს გადაცემა მაინც დღეს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი დღეა, ორჯერ აღინიშნება წელიწადის მანძილზე და მოუწოდებენ, რომ 24 საათის მანძილზე მაინც არ მოწოდოთ. კატასტროფა. 15 საათი არ ვეწევთ და სამაგერად ამის შემდეგ შენ დაანებენ. ამის შემდეგ უკვე შეიძლება იყოს სტიმული, რომ დაანებენ. ჯობია 24 საათი და მე აღარ დაიწყო. 24 საათი დაანებენ, თავი მე უნდა. მოძებნეთ თქვენთვის სასურველი მიზეზი და იმისთვის, რომ დაანებოთ დღესთვის. რა თქმა უნდა, ეს თქვენი თავისთვის თავარი მიზეზი ჯანმრთელობა. უბრალოდ მადლობა, რომ იყავით დღეს ჩვენ გადაცემის სტუმრები. გადაცემაში რეკლამის დრო დადგა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ძალიან მალე